უფრო მეცაც გეტყვით. აუცილებლად აი ეს მავნე ბაცილები, რომლებიც არის სახელმწიფო სტრუქტურებში ჩანერგილი, უნდა მოცილდეს ნაცმოძრაობის წარმომადგენლებზე მაქვს საუბარი და საერთოდ აი ეხლა ის რო ჩამოდის საქართველოში რო შემოდის, მაგალითად ქურდული სამყაროს წევრი. ხო არ უშვებენ ქვეყანაში. და პირიქით თუ რაღაცა პასუხისგებლობაში წაძლევ. ხარნა, ხო იძახი, ხო ნაცი ხარ. ავტომატურად უნდა ნიშნავდეს ეს, რომ ვერ დაიკავებს სახელმწიფოში რაიმე თანამდებობას, დაბალსაც კი. და პასუხისგებლობის საკითხიც უნდა დადგეს. იმიტომ რომ ნაცობა დღეს არის უარესი იმ შავი სამყაროს წარმომადგენლობაზე. იმიტომ რომ შავი სამყაროს წარმომადგენლებს იმდენი დანაშაული არ ჩაუდენეთ, რამდენიც ამ ნაძირლებმა ჩაიდინეს საქართველოს წინაშე. და უნდა განიწმინდოს ასევე ეკლესია ნაცმოძრაობის წევრებისაგან. რამდენი გადაცმული მამაო დგას იქ ეხლა ნაცმოძრაობის აქციებზე თქვენ ხო კარგად იცით. და რამდენი კიდე ამბიონიდან ქადაგებს აი ეს რომ მიდიოდა აქციები, გამოდიოდნენ და ყელყელაობდნენ ზოგიერთები. ისაო რა ქვია, არ უნდა იცემოს ვიღაცა. შედალოცილოთ ვის სიამოვნეს, ვინმეს იცემა, მაგრამ პოლიციელებს რო წლავენ და ქვეყანა რო დაანგრიეს და რუსთაველი დაწვეს, იმაზე თვალები დაგიბრმავა ღმერთმა. დაგიბრმავა. რამდენი ჩვენ რო ყავს ადამიანი შეცდენილები, ეს ძიცილად აი ამ ეკლესიაში ჩანერგილი ამ ნაციონალების დამსახურებაც არის. ამიტომ მე მოუწოდებ ჩვენ სინოდს, ჩვენს უწმინდეს პატრიარქს, ჩვენს ეპისკოპოსს, გაწმინდეთ ეკლესია ესეთი სასულიერო პირებისაგან. მე ძალიან ბევრი ვიცი ეგეთები. ეხლა არ მინდა უბრალოდ დასახელება. ძალიან ბევრი ვიცი. და ერთ-ერთი თვალსაჩინო არის კიდე აი ეს არ ვიცი, ამას შეიძლება მამაო როგორ უწოდო და საერთოდ ეს კაცი ხა გველსახურება შეჩერებული აქვს შეიძლება, მაგრამ შეჩერებული კი არ უნდა გქონდეთ ამათ. ესეთი საბოლოოდ უნდა არ ვიცი მე განიდევნონ ეკლესია. რა უნდა ამ კაცს წაადიშვილო მოდების ფესტივალზე გამოდი, ხან კუპალნიკით გამოდის, ხან სქელი ნასკებით გამოდის, რაღაცა სულელია ეს უპატრონო რა. მიჯაჭვულობა ადამიანს ართმევს თავისუფალ ნებას. ხდები მონა, თვითონ სიტყვა გვეუბნება, ჯაჭვი, ესე იგი სიმძიმეა. ვინც რაღაცისადმი არის მიჯაჭვული, არ აქვს ამას მნიშვნელობა ადამიანი იქნება, ნივთი იქნება, ზუსტად იმას ემონები, რაც გგონია რომ გათავისუფლებს. ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვემონებით ჩვენს ძალიან პატარა პრიმიტიულ მოთხოვნილებებს და ვართ მისდამი მიჯაჭვული. სანამ ეს ჯაჭვი არ გაწყდება, აი შენ უნდა დაგაბა ჯაჭვით და წაგიყვანო ციხეში, იმიტომ რომ ჯერ აი კაცი არის ბოდი შეჩერებული კი აქვს, მაგრამ სასულიერო პირად ხო იწოდება, მამაოთ მოიხსენიებენ. წამოკოტრიალებულა იქამ დივანზე, წვერი გაუპარსია, იქ რაღაცა ჭრელაჭრულად ესე ჩაუცვია. შვილო, აი რაღაცა ხო არის, რაღაცა გდელს რო ხედავ, გდლად უნდა აღიქვა ადამიანმა. ეხლა აი ამ ადამიანს მე რო უყურებ და თქვენც უყურებ, შეიძლება ეს კაცი გდლად აღიქვა. ჭიღლაძე შეიძლება გდლად აღიქვა. ამერიკაში ყავს ეპისკოპოსი, ყავს ჩვენ რომელიც იქ არ ვიცი მე საეკლესიო და რაღაცა თავის ფუნქცია რაც არის იმისგან და ყველაფერს აკეთებს. ხან ფეხბურთზე თამაშობს, ხან ჭოკით ხტომას აკეთებს და მისი კიდე დაქვემდებარებაში მგდლები იწევლებიან იქიდან, გესმით? წევლიან ქართულ ხალხს, მე წარმოგიდგინეთ არაერთი სკრინი. შეიძლება ის ეპისკოპოსიც გამოსაწვევია და იმათაც შეუჩერო უნდა მგდელსახურება. და ამიტომაც არის დამკოლება შავარდილი. ეხლა სასულიერო პირი რო გამოვა ამბიონზე და იტყვის რომ ვაიმე რატო უცემს პოლიცია, ეს როგორ შეიძლება? პოლიცია ცემს კი არა, შედალოცილო, არც ისტორია იცი, არც განათლება. თამარ მეფემ სარებზე დავით აღმაშენებელმა სარებზე დაკიდა, ჩამოაცვა ეს მოღალატეები სარებზე. მე არ ვარ ეხლა მომხრე რომ ეხლა სარებზე ჩამოვაცვათ, იმ ღირსები კი არიან პრინციპში, მაგრამ არ არის ეხლა ის დრო სარებზე ჩამოწმების. უფრო სხვა მეთოდებია, დახვეწილი მეთოდები, რომლითაც შეიძლება ამ წინააღმდეგ ბრძოლა. მაგრამ კიდე ერთხელ ვიმეორებ, ამას სჭირდება გამბედაობა. ყველა სტრუქტურა, საერო, საეკლესიო, ყველაფერი უნდა განიწმინდოს ნაცებისაგან. იმიტომ რომ აი როგორც ესე იგი ეს სიმსივნე რო შემოვა აი ავთვისებიანი სხეულზე, ხო? თუ არ მოიცილე, მე ხდება ის უკვე, ხო, მე უკვე ეს კეთილთვისებიანი გადადის უკვე ავთვისებიანში, ხო? უნდა მოვიცილოთ ეს ბაცილები ჩვენ. და აი ხა მიუვარდნენ იმ დღეს კაცო საკრებულოს თავმჯდომარეს გორში ვიღაცა ქალბატონი შეიჭრა
ესე იგი მაისური ეცვა სტალინი გადახაზული ქონდა და შეურაცხყოფას აყენებდა გორის საკრებულოს თავმჯდომარეს და აი ამ ადამიანმა დავით რაზმაძე არის ძალიან დიდი პატრიოტი ქვეყნისა, ძალიან ისეთი მაღალი პროფესიონალი, მაღალი სახელმწიფო აზროვნებით დაჯილდოებული ადამიანი და აი ძალიან ისეთი სწორი პასუხი გასცა აი ამ მოღალატეებს ამ ადამიანებს. ღალატის უფლება არავის არ აქვს. ქვეყნის ღალატის უფლება არავის არ აქვს. ეს ყველამ გაიგე. ისინი ამბობენ რომ თქვენ ღალატობთ. ჩვენ როგორ ღალატობთ? თქვენი ანტიდასავლური განცხადებები. ანტიდასავლური არის თქვენ გძინავთ? შეხედეთ რა ხდება ევროპაში. რა უყვეს უკრაინას? ყველა მაგიერა უყურეთ გუჩინ უკრაინის პარლამენტის ხდომას რა ხდებოდა? გძინავთ ყველას. გაიღვიძეთ. იცი რეზოლუციას ხარც უწევს. გუში რომ მიიღო ევროპარლამენტმა, ყველა არის საქართველოს მოღალატე. აბსოლუტური სიმართლეა. აი ესეთი ადამიანები ჭირდება ყველა საკრებულოს და ყველა სახელმწიფო ინსტიტუციას, როგორც ბატონი დავით რაზმაძე არის. და აი ამ მოღალატეებს უნდა უთხრათ სათქმელი და ჯერ როგორ შეიძლება საკრებულოს ხდომაზე შევიდეს, აი მე არ ვიცი როგორ შეიძლება ეს ვიღაცა უპატრონოები შეუშვა იქ არა? გორში შეიძლება სტალინის გადახაზული იმითი რა ქვია მაისური დაბორიალობდეს ვიღაცები? ეს არის სირცხვილი გორისისთვისაც. შეიძლება ხალხო ეს ვინ არიან ესენი არ ვიცი რა საუბრობთ რომ მოწამლეს თაობა და აი განსაკუთრებით აი რუსეთთან დაპირისპირებისკენ გვიბიძგებდნენ და ხშირად გაისმოდა ეს აბა ომი გინდათ და ეს განსაკუთრებით ეს უწიგნური გაუნათლებელი თაობის რაღაც ნაწილი ამაზე საუბრობდა ამის შესახებაც წარმოგიდგინოთ ვიდეო მასალა სადაც აი ამაზე არის საუბარი აბა ომი მინდა კი ომი მინდა ყლეო ომი მირჩევნია იმას რასაც ახლა ეს ყლე ტერორისტული დაჯგუფობა აკეთებს და რო გვარუსებენ ესენი თუ ნორმალურები არიან რატო არ გამოდიან ეხლა ვიღაცა იტყვის ვინ არის ეს სულელი რატო გვიჩვენებთო მაგრამ აი ეს ბარი ნაკანია გამოდის დღე-დაღამე ტელევიზორში აგდია ეს კანი რა ეხლა მოდიშ და ძალიანაც აფსიამოვნებს მე აი ამ ყოლაფრის წარმოდგენა, მაგრამ ამ ბოროტებაზე რომ ლაპარაკობ, თუ არ გაჩვენეთ და თუ არ წარმოგიდგინეთ მტკიცებულებები, ამის ეს არ იქნება დამაჯერებელი, მეგობრებო. აი აქამდე მიიყვანეს, აი ესეთი ხალხი გამოყავთ და ეს მე აი ესეთი ახალგაზრდები შექმნეს ამათმა. აი ესეთი ტვინაღძობი ახალგაზრდები, რომლებიც გამოდიან და თან რო პროფესორობენ იქ რა ქვია პოლიტიკაზე რო ლაპარაკობენ. ერთ-ერთი ყველაზე პროპაგანდისტული დემაგოგიური ტერმინი სამწუხაროდ გახდა ტერმინი პროქართული, რომ ანუ თითქოს არც პროდასაური, არც პრორუსული, მოდით ვიყოთ პროქართულები. ხა? არა, ატყობ თქვენ რას იძახით? ესე იგი პროქართული ყოფილა დემაგოგიური. აი ეს ეხლა იქნება ან ილიას უნივერსიტეტის გამოშვება, ან რაღაცა ბენდუქიძის უნივერსიტეტის, არც არის გამორიცხული ჯავახიშვილის იყოს. და ეხლა ეს ხო სადღაც მიიღო ამან ცოდნა, ხო? აი პროქართული ყოფილა თურმე ისა რა. აგინებს პროქართული. გაუკუღმართებული აზროვნება. არა, გაგიგიათ ხალხო, აი ეს თაობა აფხაზეთს და ცხინვალს და რაღაცა რამეს იზამს, რაღაც ამიმართულებით, მაგრამ რა გვიკვირს ხალხო, ეს ახალგაზრდები კაი ჯანდაბას რო შეაცდინეს, მაგრამ ხალხი დაბერდა და ჭკუა ვერ ისწავლა მაინც, აი არ ვიცი მე, აი წარმოგიდგენთ ეხლა მე აი იმის დამადასტურებელ კიდევ მასალას. პუტინი არის შოკში და პანიკაში არის. ტრამპა ისეთი რაღაცა დაუხედა. სუდათ აქვს რუსეთს. ძალიან სუდათ აქვს, რომცა დაუხედქოს ტრამპმა. ისედაც სუდათ აქვს. ეს და აი ამ რუსეთს, რომელიც განწირული არის. ეხლა რატოა განწირული უცებ პატარა ციფრებს მოვიყვან 3200 ტანკი ხო ყავდა, 3400 უკვე გაუნადგურეს. ტანკი აღარ აყავს რუსეთს. რუსეთს ყავს დარჩენილი 15000 ტანკი. აი ხა ეს ხალხი რო გვიმტკიცებდა რომ რუსებს ტანკი არ აქვს და რუსები განადგურდნენო. აი მაინტერესებს ბოდიშ რატო არ იხდიან. აი ხა მე გვინდა ამ რუსულ-ქართულ თემატიკასაც შევეხოთ, აი ამ თემას დაუბრუნდეთ. იყო შეხვედრა საუდის არაბეთში რუსეთისა და ამერიკის საგარეო უწყების თანამშრომლები პირველი პირები შეხვდნენ და მიღებული იქნა კონკრეტული გადაწყვეტილებებიც, რომ მაგალითად დიპლომატიური მისია აღდგეს აქ საუბარია ელჩებზე რომ საელჩოებმა დაიწყოს მუშაობა მომზადდეს უკვე პირველი პირების შეხვედრა ასევე არის იმ სანქციებების მოხსნაზე საუბარი კონკრეტულად უკვე ამაზეც ითქვა
და იმაზეც ითქვა, რომ აი უკრაინასთან დაკავშირებითაც უნდა ეს ყველაფერი შეწყდეს. რაზეც სხვადასხვა გაგულისებულმა ზელენსკიმ დღეს განცხადება გააკეთა, რომ ჩვენ რატო არ დაგვიძახესო და უკრაინის საკითხო ჩვენს გარეშე რატო წყვიტავთ. აი ახლა მინდა მივმართო ამ ჩვენ მოღალატებს. ატყობთ, რომ რა დღეში ჩავარდა უკრაინა ამ დასავლეთის და ამერიკის პოლიტიკის შედეგად, გამოიყენეს, დააწყებინეს ომი და ეხა ტორტის ნაჭერივით გაიჭრება ეს და მთლიანად წაიღებს ამას ყველაფერს რუსეთი. და თქვენს კიდევაც ამერიკელებმა თქვენს, რომ ამ უკრაინა რუსეთის შემადგენლობაში იქნებაო მთლიანად. ამას ხო ლაპარაკობდით ჩვენ რომ გვეუბნებოდით თქვენ რომ რუსეთის აგენტებს რო გვიწოდებთ და პუტინის აგენტებს რო გვიწოდებთ თქვენ. ეხლა მაინტერესებს ბაიდენიც და ისიც იქ ამერიკის პირველი პირების მოღალატეები და პუტინის აგენტები არიან. რასაც ლაპარაკობდით, ხო ყველაფერი ახთა და ყველაფერი ხო დამტკიცდა. რომ ეს რეალურად ყველაფერი დასრულდებოდა უკრაინის დამარცხებით და ესენი გვიმტკიცებდნენ რომ ტანკები არ აყავსო უკრაინასო. გესმით თქვენ? და აგერ უკვე დაიწყო მოლაპარაკებები, სანქციებიც მოიხსნება. აი ეს ტერიტორიები შევა რუსეთის შემადგენლობაში და ეს ევროპაც დამთავრდება, იმიტომ რომ კარგად ვიცით, თუ კი მათ პოლიტიკა არ შეცვალეს, მთლიანად ის ინდუსტრიული რაღაც გარკვეული კომპონენტი, რომელიც აქვს ამ ქვეყნებს, დაიკარგება, იმიტომ რომ აგერ Volkswagen-ი გავიდა, Opel-ი გავიდა, უამრავი საწარმო გადის ევროპიდან და ევროპის ჩამოშლის პროცესია დაწყებული და ამას ხედავთ.